ვარ, მივესალმებით თქვენს სტუმრებს და კეთილი იყოს ჩვენი ფეხი და თქვენი გადაცემაც ჩვენი საერთო ბრძოლისა და საერთო საქმისათვის, რომლისთვისაც ასე თუ გაუშვეს ამ დღეებში, მაშინ გულწრფელად გევნებთ ყველაზე გახარებული მე ვიქნები სამედიცინო სტუდენტის დაპატიმრება როგორ შეიძლება ილია ჩარჩავაძე თუ გახსოვთ 10 და კაცი მოგვამზადებინაო და განათლებული ყავდესო ქვეყანას ეშველებოდა მადლისა სამედიცინოზეა სტუდენტი სწავლობს და მას იჭერენ ეს გაუგონარი რაღაცა. რა თქმა უნდა. ეს არ მოვიდგენდი ასეთი რაღაცა თუ მოხდებოდა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან მიხარია რომ მომეცა საშუალება რომ დღეს ვისაუბრო ამ გაზეთზე, რომელსაც ქვია თავისუფლების ხმა ციხიდან და თითო ეგზემპლარი თქვენს მოგიტანეთ. ეს არის პირველი და მეორე ნომერი ამ გაზეთის და როგორც ვთქვი, პატიმრები ნუ დაკავებულების ისეთი არა წერილები. საოცრება. ეს არის პრესპოლელას პირველად გავიგე. ეს არის ექსკლუზიური წერილები, რომლებიც ციხიდან გამოგვიგზავნეს ჩვენ და სწორედ ეს კრებული არის პატიმრების, სინდისის პატიმრების, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა ციხიდან, რომლებიც ვერ გააჩუმეს და ისინი გისოსებს მიღმაც კი აგრძელებენ ბრძოლას იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი იქ იმყოფებიან საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ამ გაზეთის ისტორია დაიწყო მარტში, როდესაც ჩვენ ქალი პოლიტიკოსები ინტერპარტიულ ფორმატში შევხვდით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, მშობლებს, ძალიან ემოციური შეხვედრა იყო ეს და შემდგომ უკვე ჩვენ გავერთიანდით 4 ქალი პოლიტიკოსი, დია მეტრეველი, ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი და ანა გოგოლაძე, იმისთვის რომ ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, ისეთი რაღაც გაგვეკეთებინა, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა პროპაგანდასთან ბრძოლაში. და სწორედ როდესაც დავფიქრდით ყველაზე კარგი საშუალება, რაც ჩვენ გამოგვადგებოდა საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობისთვის და იმისთვის, რომ ის პროპაგანდის ნიაღვარი გაგვერღვია, რომელიც მოედინება სამთავრობო მედიებიდან და ასე შემდეგ, რუსული ხელისუფლებიდან, ეს იყო პატიმრების სიტყვა, ანუ იმ ადამიანების სიტყვა და ხმა, რომელიც სწორედ მათი გულის ტკივილს, მათ სათქმელს, მათ ბრძოლის უნარიანობას ასხივებს. ეს წერილები არის ძალიან ემოციური. ერთი წერილიც რომ წაიკითხოს მოქალაქემ გულგრილი ვერ დარჩება და არ დარჩება და აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გაზეთის მეორე ნომერში წერილებთან ერთად განთავსებული არის თავად სინდისის პატიმრების, რეჟიმის ტყვეების, ოჯახის წევრების, დედების, მამების, შვილების, დების, ძმების წერილები სათქმელი საქართველოს მოქალაქეებისადმი, სადაც ეს ადამიანები ყვებიან იმ ბრძოლის გზაზე, რასაც ისინი გადიან, იმიტომ რომ ეს დედები, მამები და ოჯახის წევრები ზოგადად გახდნენ პროტესტის ერთგვარი ელმავალები, რომლებიც არიან გამწევი ძალა, რომ არა მათი ერთიანობა, მათი ეს სულისკვეთება და ბრძოლის უნარიანობა შესაძლო არის ჩვენი პროტესტი ისეთი ძლიერი არ ყოფილიყო, როგორიც დღესდღეობით არის და იმ შედეგებზეც არ ყოფილიყავით გასული, სადაც დღეს ვართ ამ ერთსულოვნებით. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ და ამით არ დავიღლები, რომ მადლიერება გამოვხატო და მადლობა გადავუხატო ჩვენ სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, რომლებმაც დაგვანახეს თავიანთი ბრძოლით, თავიანთი ქმედებებით, როგორი უნდა იყოს მართლაც პატრიოტი ადამიანი. ისინი თითოეული მათგანი არ გატყდა, არ გაურიგდა სახელმწიფო მანქანას და მათ შეინარჩუნეს ის ერთიანობა და ის სულისკვეთება, რისთვისაც არიან ციხეში და მადლობა მათ ამ ბრძოლისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის, თქვენთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქისა და ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის არიან ეს ადამიანები ციხეში. ჩვენ აი ეს გაზეთი ერთგვარი სახალხო პროექტიც არის, შეიძლება ითქვას, ბატონო დავით, ამ გაზეთზე ჩვენ განთავსებული გვაქვს ანგარიშის ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ამ პროექტში მის ბეჭდვასა და გავრცელებაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რომ ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენ გვყავს სხვადასხვა სახის გულშემატკივრები, სხვადასხვა შეხედულებები, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები და თითოეული შემომწირველი, თითოეული ლარი არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ ეს ადამიანები ბოლო თეთრებს შეიძლება ითქვას იკლებენ და
აი ამ საქმეს ახმარენ. ამიტომაც ძალიან ღირებული არის ჩვენთვის ეს ყველაფერი და მადლობა ასევე იმ ემიგრანტებსაც, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს 10,000-ობით გაზეთის ბეჭდვასა და გავრცელებაში. ჩვენ 50,000-ზე მეტი გაზეთი დავბეჭდეთ და ვავრცელებთ ამ გაზეთებს მოხალისეების დახმარებით და ასევე რაც მთავარია, ჩემთვის ძალიან ღირებულია ის ნდობა და ის პასუხისმგებლობა, რაც მაქვს სწორედ სინდისის პატიმრების მშობლების მიმართ, ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავად ჩაერთნენ ამ გაზეთის გავრცელებაში და ამან შესძინა ისტორიული ღირებულება ამ გაზეთს კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო მეტი ემოციით გადასცემენ ისინი ხელიდან ხელში მოქალაქეებს ამ გაზეთებს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ თავისუფლების ხმა ციხიდან უკვე განთავსებული არის ციფრული და მატერიალური სახით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის ქართულ განყოფილებაში იყო ეს ინტერესი და გაიგზავნა ჩვენი მხრიდან ეს გაზეთები. რეგიონებში გასვლებთან დაკავშირებითაც ცოტა ვრცლად შემიძლია მოგახსენოთ, გნებავთ ახლა, გნებავთ ცოტა მოგვიანებით. მოდით ორ წუთს გითხოვთ კიდევ. მე ქალბატონ ამისთან გადავიდე და რა მაინტერესებს, ვისი იდეა ეს? გრანდიოზული დოკუმენტია ეს, აიცით, ყველა პოლიტპატიმარი, ვინც არის, თავიანთ პოზიციებს აფიქსირებენ, თავიანთ ისტორიებს. ეხლა მე ნანიშვილის მას ვკითხულობ, ნარკვევს, ფანტასტიკა ეს რაც, აი, ვის მოვიდა თავში მართლა. უდიდესი ღირებულების არის ეს წერილები მართლაც ისტორიული მნიშვნელობის. გაუცემელად რედ კოლეგის გავსი რო არის, იქ წავიკითხე მზია ამაღლობელით იწყება. ესენი არიან პოლიტპატიმრების ჩამონათვალი არის. მან ყველა რა კარგია ეს, საიდან მოგივიდა ეს იდეა? ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, დია მეტრეველი, ანა გოგოლაძე, ბარბარა ჯიმელის-სულაშვილი, ჩვენი ერთობლივი მცდელობა არის ეს შემდგარი პროექტი, შეიძლება ითქვას და ეს ჩვენი ერთობლივი ხორცშესხმული იდეა არის, რომელიც ძალიან ღირებულია. შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტრო ტუპოები იყავით ხარ და მოკვდებით, როგორ შეიძლება ჟურნალისტების დაპატიმრება ეს არის ანაქრონიზმი ხალხო, მე არცად არ გამიგე ეს საბა. მზია ამაღლობელი მთელ სოფლიოში გახდა წამებულის განსახიერება და ყველა დაკავებული დღეს ვინც არის საქართველოს პოლიტიკური მოტივით, სულ ყველანი წამებულებად აქცია და ამდენი იდიოტი პოლიციაში რატომ მუშაობს? აი დუქსოპოლოების არმია ყავს ამ ბიზილას რა. მაგათმა არ სახელი გაუტეხეს საქართველოს. როგორ შეიძლება ძალადობა, აი მე მართა არ მესმის, იცით ახლა თეონა გულწრფელად გეუბნებით რა კარგი ქენით რა თქვენ ესე თქვა პოლიტიკურად გაცნობიერებება ეს ბომბი შეუდეთ ბიზნეს უკანალში. უნდა იცოდნენ, ვის იჭერენ, არ იციან, ეხლას ვერ ხვდებიან, აი გაოგნებული ვარ, რატო იქცევიან ეს. ნანი თქვენთან მინდა გადმოვიდე, ეხლა გავიგე რომ ქალბატონი ნანი წოლაია გახლავთ. ჩემი კურსელი იყოს, მე არც ვიცოდი რომ გარდაიცვალა, ახლა ერთი 40 წელი არის გასული იმის შემდეგ და ისე დამწყდა გული, ისე დამწყდა და ნანი რა არის, ზედ გმირი დედა ხართ. მე ახლა თქვენი ბიჭის წერილს კითხულობდი, აგერ თქვენ შვილთან ერთად ხართ სურათში არქა. ეს არის დოკუმენტი, წლები გავა, ამას იპოვია საჯაროში, ვისაც აინტერესებს ეს ეპოქა და გენიალური იდეა გაქვთ რომ პოლიტპატიმრებს მიეცეს საშუალება გამოაქვეყნონ რა ხდება იქ და როგორ მოხდნენ იქ. ეს არის უნიკალური დოკუმენტი და მამხილებელი დოკუმენტია, მე თვითონ ამ აღვირახსნელი ხელისუფლებისა. ნანი მითხარით თქვენი განცდა და თქვენი განწყობა და ეს საოცრება იდეა არის რომ მშობლები გაერთიანდი და ლაშქრობა დაიწყეს საქართველოში. იყო დრო დაველოდეთ სულ ყველას ჯერ პირველ რიგში ბოდიში დიდი სიყვარულით მოვესალმები თქვენ მაყურებლებს. ყველაფერი თითეული ნაბიჯი თქვენგან, სხვებისგან გადადგმული, ეს ყველაფერი ჩვენთვის აგურებად დადებული საქმე არის. იმიტომ რომ ჩვენი სიტყვა ყველა აიწონება და აიწონება და ყველაფერი წინ დავხვდება ყველაფრით. ჩვენი ბიჭების სასიკეთოდ, ბიჭებისა, რომლებიც საოცარი ენთუზიაზმით ზიან, გაუტეხელი ბიჭები, რკინის ბიჭები, სიყვარული და მეგობრობით, არც ერთი რო არ იცნობდა ერთმანეს და ეხლა სახელით და გვარით რო იცნობენ ერთმანეს და მე ისეთი სასიკეთო რო არაფერი კეთდებოდა, დედები რო გავერთიანდი ჯაჭურად ხელჩაკიდებულები, თუ ვინმე სასიკეთოს იტყვი ჩვენ შვილებზე, იმათ გვერდით ვართ ყოველთვის და მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალი პოლიტიკოსების თანადგომა,
რომლებმაც ეს იდეა განახორციელეს, რო არ უთქვია ჩვენთვის ისე მოაგროვეს პატიმრების წერილები შეაკოწიწეს, ჯერ ამას რამდენი შრომა უნდა ფოსტაში დაელოდო, ერთმა პატიმარმა გამოგიგზავნოს, მეორემ დაამუშაო, დაამზადო, ფინანსებიც ხო უნდა რომ გამოუშვა ამდენი გაზეთი და რა ვიცი, სწორად თუ ამბობთ ეუნა 25 რეგიონზე მეტი გვაქვს მოვლილი და თავიდან რო გამოუშვეს ეს გაზეთი და პრეზენტაცია რო შედგა, რაღაცნაირად სურვილი გაგვიჩნდა მე და თორნიკე გოშაძის დედას, მოდი რეგიონებში ხო არ წავიღოთო და კიო სიხარულით გაგატანთ, რამდენიც გინდათო, წავედით სამეგრელოში. სამეგრელო თავისთავად ყველას მოგეხსენებათ, რომ წალენჯიხა ოპოზიციური ქალაქია, სულ ყველა წარმომადგენლები მერიის წინ დავხვდა, ჩხოროწყუ გინდა, დაბაჯვარი გინდა, აფხაზეთის საზღვარზე მივედით და ზუგდიდში საოცარი დახვედრა, იყო აქციაც ვებერთელა. ამ ყველაფერმა განაპირობა მერე რო წამოვიდა ეს აჟიოტაჟი ძალიან დიდი მოქმედების უნარი მოგცა და ქალბატონი თეონა და თავისი გუნდელები რო არ გაჩერდნენ ჩვენც რა თქმა უნდა არც ერთ დედას არ აქვს უფლება რო გავჩერდეთ მით უმეტეს ჩვენი შვილების ამბები რო ვრცელდება და დღეს პრესასთან წვდომა ზოგ რეგიონში არ აქვს ზოგს ეს სოციალური ქსელი სულ არ აქვს რომ მუშაობენ ტელევიზორს არ უყურებენ საღამოს ეხლა ამ დარიგებულ გაზეთს რომ მიუტანთ რო ვაჩუქებთ დაუდებთ მაგიდაზე რო ედება ერთი წერილი წაიკითხოს ვიღაცამ გამწარებული დედის სიტყვები პატიმრების სიტყვები არ არსებობს გულთან რო არ მიიტანონ ასეთი ენთუზიაზმით რო გავერთიანდებით ჩვენ და ვერთიანდებით რა თქმა უნდა ვერც მოგვერევა ვერავინ და ვერ დაგვიდგება წინ ვერავინ აუცილებლად წავალ ჩვენ გამარჯვებისკენ მე ამაში დარწმუნებული არა ნანი დაგოცხელად თქვენ უკვე აი მოგებული პოზიცია გიკავიათ თქვენ უტევთ დღეს ხელისუფლებას აი ესე რომ დადიხართ სახალხოდ აკოტრებთ იმას ხელისუფლებას დიდებული საქმე არის უნდა აი გოგო ეხლა ჩანს ფოტო თვალებიდან ვერ იხედება დაუყვება და გაზეთებს არიგებს იმხელა ემოცია აი მე რამე ესა მე მაპატიეთ რა ერთ წუთს აკარგეთ მინდა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატს მივმართო მე უნივერსიტეტში ვსწავლობ მაშინ ყველა დიდი დარღვევა იყო სიგარეტით და სიარული და ისეთ მოის იყო შემთხვევა რომ უცბად შევარდი იმაში რა ქვია ლიფტში და შემოვიდა პრორექტორი ჭილაძე ძალიან კაი ადამიანი იყო სხვა შორის და ეს კოსტუმის სიბაში სახელებში დავმალე სიგარეტის სადამეცვა არ ვიცოდი და გადმოიხარა ჩემსკენ და შვილო არ დაიცვაო ეხლა რომ გაიზება კარიშ ქარაგათი ვარ და ცვაკავ მეგობრული ურთიერთობა ყო და მე წდება გული ეხლა სამედიცინო უნივერსიტეტში ვინც მუშაობს მე გულისხმობ პროფესორებს მასწავლებლებს ყველანი ვინც თქვენ ხართ ელიტა ქართული ნაციის 75% ესე თქვა წითელი ისა ოქროს მედალოსანი ყველა აბარებდით სამედიცინოს ამბის როგორ არიცავთ აი მე მართლა შევწუხდი აი ის ძალიან დამწლაგული თქვენი ჯარისკაცია ეს ბიჭი კაცო როგორ შეიძლება ერთ წელიწადში ავთავრებს სამედიცინოს და მიაკითხეთ მიდით რაღაცა ქენით არ არის ეს ნორმალური თქვენი გაზრდილი ბიჭია როგორ შეიძლება მარტო პატრიოტული განცდა აქვს სამედიცინო უნივერსიტეტს და დაჭერილია თქვენი ბიჭი და მიაკითხეთ რა მე დააბეჭდებით თქო რომელი კათედრაშიც მე ზუსტად არ ვიცი მისი სპეციალობა მაგრამ ათეკი და უპატრონეთ ამბის და გაიხსენეთ გასო თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები რომ დააგავეს მთელი ისა რა პროფესორ მასწავლებლები გარეთ აქციებს აწყობდნენ სირცხვილი არ არის ეს კარგი ჟესტი იცით თქვენ ექიმებს ამზადებთ ექიმი ძალიან დიდი ის არის იცით აი პირდაპირ გამოსვლისთანავე ადამიანის სიცოცხლისთვის მებრძოლები ყავთ გაზრდილი და ამ ბიჭმა ადამიანის სიცოცხლეზე სიფიქრე და ქვეყნის მომავალზე დაუდეთ კიდევ ერთი სოლიდარობა და უფიქრეთ და მოსხოვეთ ამ კრეტინებს რომ გაათავისუფლოთ როგორ შეიძლება ექიმი დავყარგოთ ჩვენ მე არ ვიცი ემოცია მალაპარაკებს ეხლა და ყველა დიდებული საქმე თქვენ გააკეთეთ გულწრფელად გევინებით რომ აი ეს დოკუმენტი დადევით მე ეგეთი ვერც წარმოვიდგენდი რომ აი ყველა პატიმრისგან კრეფავდით ინფორმაციებს და ბეჭდავდით ამაზე კარგი დოკუმენტი არაფერი არაა და დამიჯერეთ მომავალი თაობის სტუდენტები ამას წაიკითხავენ
ამ შინაგანსაკუთრებთა მინისტრს twini არა აქვს, ან სასამართლოს twini არა აქვს, ის გალუსტოვაროა ვიღაცა ამაზრზენი ქალი არის. ამისთანებს ციხეში როგორ უშვებ ქალო? თან მუხრანი დაღარ, მუხრანი იყო ხერძი ქართლისა. იქით ყველას დიდი ჯარი და იქიდან იცავდნენ ქვეყანას და რაღა შენ გამოყვედი ეგეთი ჯოჯო. როგორ შეიძლება ადამიანები ციხეში შეყრაგას? თან ექიმისა მე ვერ წარმოვიდგენდი, არ ვიცი ახლა. მე პიროგოვი მაქვს საკითხული. ფანტასტიკური ადამიანი იყო, უგანათლებული ეს ყირიმის ომში ისეთი პატივისებით ექცეოდნენ ექიმებს, ვერც წარმოიდგენით, იმიტომ რომ მაგენი იყვნენ გადამრჩენი სიცოცხლისა. არ ველოდები ხა იმ გალუსტოვა თუ ჯანდაბა მაგის თავს ველოდები სამედიცინოს ხელმძღვანელობას, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. მიხედეთ ამის გამოიყვანეთ, რაც სწავლა იწყება ახლა და ციხეში ზის ეს ბიჭი. არ ვიცი, მართლა ის არის რაღაც გაუგონარი სახელმწიფო ვარ, გაუგონარი ქვეყანა ვარ. ისე თქვენთან მინდა გადმოვიდე 5 წუთი მაგ დრო. მაინტერესებს აი თუ კი ესეთი მასალებიც აი ესე თქვა პოპულარიზაცია გაუკეთეთ, რომ იქ წესიერი და ნორმალური ხალხი არის, აი თუ გრძნობთ წუხილს ხელისუფლებისაგან ან გალუსტოვებისნაირი ადამიანებისაგან. რატო გეუბნებით, იცით? იმდენად ტუპოები არიან ეს მოსამართლეები, ერთო მაპატია რა. ხაზო ბომბი შეგისა დაგაპა 20-ს დღეს პანიკა იყო და გამოიყვანეს უყველა იმ შენობიდან. აქამდე რატო უნდა მიიყვანოთ საქმე, რომ ვიღაცა რეკავს, რომ ბომბი ჩავდები იქაო. ეს ხო თქვენი სირცხვილია, იმ გალუსტოვის სირცხვილია, ყოველდღიურ სასამართლოზე სხვადასხვა აი ესე თქვა პრიჩოსკით ბოდიში და რუსულ შარმონზე გამოდის. ჩემი ცრემლი მაინც წალეკავს იმ სასამართლოს. მაგას გეუბნებით, შენ მორალურად ესენი ხართ, აი გაძლიერებულები ხართ, რა შვილები გაგიზრდიათ. მე მიამაყებით ყველანი და იფიქრეთ ამაზე და რეაქცია როგორი არის თუნდაც აი ამ ამონაბეჭდიდან დარწმუნებული ვარ და სულსიც აიკითხავდა ამას კუდის და ჯანდაბაც. ყველა ჩვენს გასვლას რეგიონებში თან ახლავს ხოლმე დიდი აჟიოტაჟი და დიდი ფუსფუსი სუსტისა და პოლიციის თანამშრომლებისა. რეგიონებში ვინც კი ხვდება ხოლმე ჩვენ მეგზურობას ვინც გვიწევს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იქნებიან მოხალისეები თუ აქტივისტები, ყველა გვეუბნება ხოლმე, იმიტომ რომ ისინი ხო სახეზეც ცნობენ ამ ადამიანებს გარდა მანქანების სანომრე ნიშნებით ცნობისა, რომ რაც თქვენი ამბავი გაიგეს რომ უკვე უნდა ჩამოსულიყავით ახლა ჩამოხეთ აი იმ ხის უკან არის ვიღაცა რომელიც გვითვალთვალებს ვიღაცა მანქანით დაყვება ვიღაცა ესე წრეებს ურტყავს ვიღაცა აუცილებლად მოდის და გვაკვირდება ხალ პოლიციის ხელმძღვანელის მეუღლესაც კი რთავენ ხოლმე და ჯაშუშებად გვიგზავნიან და ესე დაყვებიან ამუშავებულები არიან ხოლმე მაგ დროს და შორი ახლოს აუცილებლად ესე მეგზურებად დაყვებიან ხოლმე ხო და ხუმრობენ ხოლმე ეს ადგილობრივი რომ ესე იგი ძილის რეჟიმიდან გამოვიდნენო ისე არაფერს არ აკეთებენ და კიდევ კარგი თქვენ ჩამოხოდით ცოტა ამოძრავდნენ მანქანებიდან გადმოვიდნენო რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობას ჩვენ რამოდენიმე მიზანი აქვს ჩვენს ამ სიარულს ესე იგი პირველი ის არის რომ აი ეს შობლები რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულები ამ საქმეში მე ვუწოდებ უფრო მეტად სახალხო მებრძოლებს შეიძლება ითქვას მოლაშქრეები კი ბატონო თავად გრძნობენ და გვეუბნებიან ხოლმე იმას რომ ამ მოქმედებაში რო ვარ უფრო კარგად გრძნობ თავს რომ აი რაღაცა მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. პარალელურად ჩვენ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მედიას, რომელიც ამ კამპანიას მთელი ივლისი, აგვისტო, სექტემბრის განმავლობაში აშუქებდა და ეს გაშუქება ჩვენთვის არის ორმაგი დანიშნულების ერთი რომ რიგით მოქალაქეებმა მიაქვთ ეს ემოცია და მეორე რომ ჩვენი სინდისის პატიმრები უყურებენ ამ ყველაფერს და ყოველთვის ყველა გასვლაზე ზარები მოდის ხოლმე იმ დროს, როდესაც ნახავენ ეთერში სიუჟეტს, მერე უკვე მშობლებს ურეკავენ ხოლმე და ჩვენ ყველანი ერთად ვისმენთ ხმამაღალად ჩართულ ტელეფონებზე მათ ემოციას, მათ სათქმელს მშობლებთან და ყველანი ერთად ყიჟინა არის ხოლმე ასეთ დროს და ვეხმიანებით მათ იმ ადგილიდან სადაც ვართ. მეორე, ანუ ეს არის და სხვა სამი მიზანი არის ის, რომ
ჩვენს პროტესტის გულშემატკივრებს და ამ ადამიანების გულშემატკივრებს ხვდებით, ისინიც გვაძლევენ ემოციას და გუხტავენ დადებითად და პირიქით ჩვენი მხრიდანაც იღებენ ემოციას და უფრო მეტად შეიარაღებულები, ინფორმაციით შეიარაღებულები მიდიან უკვე თავიანთ სამეზობლებში და იციან რომ მარტო არ არიან და მათ გარდა კიდევ სხვებიც დადიან აი ეს და დაუზარლად და მუშაობენ ამ პროპაგანდასთან საბრძოლველად. მეორე ამბავი არის ის, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი მართლაც არის ისეთი, რომელმაც საერთოდ არ იცის, რამდენი პოლიტპატიმარი ყავს, ვინ არიან ეს ადამიანები, რა პროფესიის ადამიანები არიან, რატომ არიან დაკავებულები. კითხვებს გვისამბავენ, რომ უდანაშაულო თუ ვინმე შეიძლება იყოს ციხეში და ამათ უკვე უხსნი და აი ეს ინფორმაცია მიდის მათთან, ესე იგი, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია და რომ არ აქვთ ეს ინფორმაცია 1000 მიზეზით არის განპირობებული. ყველაზე მთავარი კი სოციალურ-ეკონომიკური უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებში თვალსაჩინოა და მესამე მიზანი ჩვენი სიარულისა არის ის, რომ უკვე ძალიან ღრმა ჭაობში ვინც არის ამ პროპაგანდისგან დამუშავებული მაგ ადამიანებს ჩვენ რა თქმა უნდა 5-10 წუთიანი საუბრით ვერ შევაცვლევინებთ აზრს, მაგრამ მათ რომ აქვთ თავიანთი რეალობა და თავიანთი სიმართლე რომ გქონიათ რომ ეგ არის მართალი, ჩვენ ვაჩვენებთ ალტერნატიულ რეალობას და ეჭვის გაჩენის ნაპერწკალს ქმნით და ეს ეჭვი გონია რომ გარკვეულწილად მათ დაღრღნით და გადასარჩენი ყავს მოკლედ არაერთი მოქალაქე ამ მიმართულებით. ხანდახან უღიმღამოდაც გვართმევენ ხოლმე გაზეთს, იქვე ესე გვერდზე გადადებენ, მაგრამ ჩვენ შინაგანად ზუსტად ვიცით რომ ის აუცილებლად მოფარებულში გადაიკითხავს ამას და ის ერთი გაზეთი კი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი მაინტერესებს. თელი სამეგრელო რომ დალაშქრეთ, სამეგრელოში ცოდვილი არ აქვს, არავინ ვინც აქამდე მიეყალა საქმე. საჩხერეში არ წახვედით? მარიზი ამბობს სხვათა შორისო უნდა წავიდეთ საჩხერეშიო და სამოყვებით სიამოვნებით. ამ გაზეთმა საუკეთესო კვალი გამიკეთა გალუსტაშვილი ჭიშკართან სუე გაზეთები დაულაგე რომ ვიყავით მოხრანში. ველოდი რომ დაკიდო ჯობია ეგება წავიდეს იქედა. არა მაგის საქმე პრო იმაში სასამართლოში მუშაობა აშკარად არ არის პროფესიონალი და მე თუ მგიტყვა რა იცი თოჯინა არის მეტი არაფერი. საზღრობა რაც ხდება და დღეს ღმერთის ნება იყო რომ პანიკაში იყვნენ იგადა და მე სუიძახე დაწყევლილი შენობა თქვენ არიცით თქვენ ამ რო არის ყველამ გაიღვიძოს და გავერთიანდეთ და ეს არის ეს უნდა მოხდეს. დამთავრდეს უნდა ეს ყველა. მართლა მაინტერესებს რეკლამის შემდგომ მართლა აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ფინალი. ამაზე ვისაუბროთ. თქვენს დაგითხოვთ ეს ეთერსა და ნანისაც დაგველოდეთ ხალხო 2 წუთში დაგიბრუნდებით. უჯერებელი სურნელი აქვს. შემოპარული. მეგობრებად, ეს ვიპოვნე. ეს არის ახალი Old Spice-ის დეოდორანტი, რომელიც 24/7 ძლებს. არ შეიძლება ვინმე სურნელი ამდე ხანს დარჩეს. მე ცხენთევზაზე ვარ. ახალი Pantene Molecular Bond Repair სერია. 5000 კონცენტრირებული პრობი ნუტრი მარგალიტები. აღადგენს თმის სტრუქტურას მოლეკულურ დონეზე. 100%-მდე რეგენერირებული თმა და არასოდეს ყოფილა ასეთი ცოცხალი. ახალი Pantene Molecular Bond Repair სერია. გამარჯობა. 4 კოლოფი ყორლაჯიმი და დედიკო. ერთი ჩემ ბრძალს მინდა მიცე. მთელი დღე ისე სტრესშია გოგო. ერთი ჩემი მეუღლისთვის ჰაერიან ყოფნის ამბობს. ძირითადად ძალიან ცუდად ძინავს. ერთი ჩემ ბიჭს მინდა მიცე. ფეხბურთის ყურების დროს ისე ნერვიულობს და ისე შფოთავს და ერთიც ჩემთვის ბოლო რამდენიმე დღეა გული ისე მიფრიალებს. კორვალჯი შეუნარჩუნე გულს სიმშვიდე. გამყარებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. სენა ავტო წარმოგიდგენთ ახალ საერთაშორისო ბრენდს Cherry. Cherry Tiggo 7 უკვე საქართველოშია და შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ჰიბრიდული, ასევე 4x4-ზე მოდელები. Cherry, თქვენი პრემიუმ არჩევანი. Tiggo. შესანიშნავი დღეა ლაკმისთვის. მოგესალმები ძვირფასო, ლაკმის სიხარულის სივრცე ყველასთვისა. ლაკმი, კიდევ ერთი ლუკმა. 2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 5 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემის მერს.
თბილისის და 63 მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრებს. ამორჩეველთა თითქმის 90%-ს ექნება შესაძლებლობა ხმამისცეს საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით. საარჩევნო უბანზე ამორჩეველს ერთი ბიულეტენი დახვდება, რომელიც 3 სვეტად იქნება დაყოფილი. ამორჩეველმა საკუთარი არჩევანის შესაბამისად თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრის შიდა სივრცე. მოდი არჩევნებზე. გააკეთე არჩევანი. შენი ხმა მნიშვნელოვანია. CESCO არჩევნები საერთო საქმეა. კავშირს დაბადებამდე ვეჩვევი. ჯერ დედის ხმა მესმის. სულ მელაპარაკება. ვცნობ მამა როგორ მეფერება. პასუხს მეც ფეხის მირტმით ვუბრუნებ. ექიმი ამბობს, ყოჩაღი გოგოაო. დედასთან თბილად ვარ. მარტო არასოდეს მტოვებენ. სულ გრძნობ მათ კავშირს. მე მეგობრებს ვიჩენ. ზოგი ბოლომდე მომყვება, ზოგი მოგონებებში რჩება. მე სიყვარულს პოულობ. ჩვენი ისტორიაც ფილმის გმირებივით იწყება. უბრალოდ ამაზე კინოს არავინ იღებს. მე შვილები ჩდებიან. ერთად ვიწყებთ სამყაროს შეცნობას. მე იმათი შვილები მოდიან, დრო გადის და გვხვდები. როცა სხვა ყველაფერი იცვლება, ამბები, სახეები, ადგილები, კავშირი რჩება. მაგთი, კავშირი თქვენ სამყაროსთან. ბავშვებმა უკეთიციან როგორ გამოსცადონ ჩვენი საფენის კომფორტი. ახალი პამპერსი პრემიუმ კეარ უზრუნველყოფს ორმაგ დაცვას და მყისიერ შეწოვას. ეს ეხმარება მათკანს 100%-მდე კომფორტის შენარჩუნებაში და ჩვენი ახალი შემაჩერებელი ჯიბე ხელს უწყობს გაჟონვის შეჩერებას. კანის კომფორტი დამტკიცებულია ბავშვების მიერ. პამპერსი პრემიუმ კეარ. თმა დატკეპნილი და ცხიმიანია კონდიციონერის გამოყენების შემდეგ უკვე აღარ. ახალი პანდემის კონდიციონერი თმის აღდგენა და მძიმების გარეშე. ჩვენი პროვი ფორმულა კარგად შეიწოვება თმაში და აღადგენს მას თმის დამძიმების გარეშე. ცხიმიანობა და სიმძიმე აღარ არის, ამიტომაც მისი გამოყენება ყოველი დაბანისა შეგიძლიათ. 100%-მდე უფრო ძლიერი, შესამჩნევად უფრო ჯანსაღი თმა. პანდენი. შენი მშრალი თავისკანი უბრალოდ გამომშრალი არ არის, ის დაზიანებულია და ჩვეულებრივი დამატენიანებლები არ იმოქმედებს. შენ გჭირდება თავისკანის ექსპერტი. ის ინარჩუნებს ტენიანობას 72 საათის განმავლობაში. დაატენიანეთ თქვენი თავისკანი პროფესიონალივით Head and Shoulders Derma X Pro-ს საშუალებით. მასაზე ხალხო მე ვფიქრობ წარდგენა ნამდვილად არ ჭირდება ამ ხალხსა და ეხლა გავიგერო ყბასახის ქირურგიის პროფესიონალური ჟინი აქვს ქალბატონი ნანიშვილსა და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით სხვაჯერ ძალიან ის არის მნიშვნელოვანი პროფესია არის ძალიან ბევრი ადამიანი ტრამირებულია და პირველი რიგის ესე ვთქვათ მომსახურებას ჯანდაცვა აკეთებს ქირურგის ხელით. და ამისთან ადამიანს რო ციხეში აყურყუდე და მე მარტო ახლა შესვენების დროსაც კითხე ქალბატონ თეონასას და ქალბატონ ანისას. მე ძალიან ხშირად დავდიოდი მით უმეტეს დეკემბერიანთვის აქციებზე და მასხალებს ისროდნენ ზევით, საერთოდ წინ არავინ არ ისვრის, ზევით ისვრის და ის მერე რა ტრაექტორი დაეცემა, ან იქიდან როგორ დაინახეს თქვენი შვილი, ეს ხო აბსურდია, ეს მაპატიოს ღმერთმა მერიდება, ეს პადლესობა არის ცრუმოწმევა. ყველაფერი აბსურდია და თეთრი ძაფიჭეკი. დაადგინა, რომ თქვენმა ვაჟმა მაშხალა რომ ჰაერში აიძულა, მას იმაში ფეხსაცმელში ჩაუვიდა. აბსურდი არის და მე ამ დეტალები არ ვიცი, სასამართლოზე განხილვა იყო ამაზე, არავინ არ თქვა, რომ ტრაექტორი ვერ განსაზღვრა ვინ ისროლა. აქასნაირი არგუმენტები იყო. სასამართლოზე ისეთი სასაცილო სასამართლო იყო. აი უფასო ცირკზე დავდიოდით, ერთადერთი სასამართლოს დღე მიხაროდა, რომ 10 წუთით, 20 წუთით ჩემშულს დავინახავდი. ერთმანეს ჟესტებით ველაპარაკებოდით, სიყვარულს უგზავნიდით, მოვეფერებოდით და ამით მიხაროდა და სინამდვილეში გიორგიმ თავის განაჩენი და ბოლო სიტყვა რო თქვა, წერილი გამოაგზავნა წინასწარ დაუბეჭდე სამასიცალი არ მეყო რომ ხალხისთვის დამერიგებინა რომ გული წყდებოდა ამ კეთილ ხალხის დაშორების გამო სასამართლო რომ თავდებოდა თორე სხვა რამეს კი არ განიცდიდა იმ ხალხის ნახვით ბედნიერი იყო და სინამდვილეში ამ სიყვარულითო მე იმდენი სიყვარული შევიძინე თქვენგანო უფრო კარგად ვიქნები და უფრო ბედნიერადო და გაუტეხელ ბიჭებს და როცა ასეთი პრინციპულები და პატრიოტები არიან
იქაც არაფერი არ შეუშლით ხელს, იმიტომ რომ ციხეში ვიცი, კარგი ბადრაგები ყავთ, კარგად აქცევენ ყურადღებას და ძალიან იოლად გადაიტანენ. 5 წელიც რომ მოვწიოს ჩაჯდომამ, ვიცი რომ ხნედ და ამაყად გამოვლიან იქიდან ჩემი შვილის და ყველა შვილიც. მაგრამ ნამდვილად არ მოუწევს მაგდენი ხანი. მეც ვატყობ რა ესენი მალე დაამთავრებიან მეგონი თავიანთ არსებობას და არა ეხლა იცი აი ოცბად გამახსენდა ახლა მერიდება ასეთ შედარებები რომ გავაკეთე რა მაინც იცით ნაპოლეონი არ ვიცი ახლა ვინცაც არ გაქვთ საკითხული იცოდეთ რომ ფაქტობრივად ქართველებს ებრძოდა ეგვიპტეში მამლუქებზეა საუბარი ესე იგი როდესაც მამლუქები თავს დაესწრნენ მისი პირველი ბრძანება რა იყო იცით მეცნიერები და ვირები ცენტრშია ვირები ტრანსპორტის საშუალება და მეცნიერები ძალიან ბევრი ყავდათ სხვა შორის ექიმები ყავდათ და ქირურგები ყავდათ არნახულად პროფესიონალები მომენტალურად დაწვიდან 5 წუთში საოპერაციო მაგიდაზე მიყავდათ ხალხი და ყველა გამორჩეული ადამიანები განათლებულ ხალხს უფრთხილდებიან ყველა განათლებული ამათაც ციხეებში შეყარეს და განათლებული ხალხი მოდის ხალხო მიტინგებზე იქ შპანა ან კალაძეს ვაყავს დაქირებული ყაზილარა მოტრუკები ისეთები კი არ დადიან ინტელექტუალები და ამათთან ბრძოლა წაგებულია ბიზნეს ვფიქრობ რა ვიცი არ ვიცი ისა თეონა მართა მაინტერესებს ახლა კარგია რომ სოლიდარულები არიან ერთმანეთთან და არგუმენტები არ მოქმედებდა სასამართლოებზე აი მოსამართლეზე ან პროკურორი რომ აბსოლუტურ რაღაცას დაახერხებს და ყალბი მოწმეები რომ მოხავთ აი არ ვიცი მე არ დამასწრებენ იქ და არც არაფერია თქვენ დადიხართ ხშირად იქ აი რა სინდისი და რა იმიტომაც არა დღეს ბომბი მოატყულეს და უთხრეს რომ ბომბი არის იქაო და რატომ იყავთ აქამდე სასამართლო გაფანცებულია აპატიოსულება გაუპატიურებული სასამართლო გვაქვს აი პროტესტი რატო არ უჩნდება ხალხს რა მოსამართლეების სახლებთან მოვაწყოთ გაფიცვები უნდა მოვაწყოთ შერწყენა მაგათი მე ესე ვფიქრობ თქვენი აზრით უსამართლო სასამართლოსთან გვაქვს საქმე და იქ სამართალი ფაქტიურად აღარ არსებობს და ყველა სასამართლოს ხდომა მოწმობდა იმას, რომ წინასწარ იყო გადაწყვეტილი თუ რა განაჩენები უნდა გამოტანილიყო, ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები და დიდად არც არავის არ ქონდა განცდა იმისა, რომ რაიმე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა რომელიმე მოსამართლე. თუმცა უნდა ვახსენოთ რამდენიმე პრეცედენტიც, რომლითაც ცალსახად კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ მაგალითად ნიკა კაცია, მაგალითად თედუ აბრამოვი, მაგალითად გიორგი ახობაძე 9 თვე ფაქტიურად სრულიად უსამართლოდ ისხდნენ ციხეში და ისინი ახლა თავისუფლებაზე არიან, სწორედ ეგეც ერთგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო, როგორც ჩანს, სხვადასხვა მიზნებით და საფუძვლებით სახელმწიფო ამ რეპრესიული მანქანის მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა მაინც აღსანიშნავი არის, რომ ნათელი მაგალითი არის ის, რომ ამ ადამიანებს წაართვეს მთელი 9 თვე და მაინტერესებს თქვენ ახლა პოლიტიკურად ესე ვთქვათ ალღოიანი ქალბატონი ბრძანდები და მე სპეციალურად ვკითხე ვალერი გელბახიანი მეგობარია ჩემი და მას ვკითხე აი დაუსაბუთებლად დაყავებული კაცი და 9 თვე რო აყოლყდებენ მეთქი ციხეში ეს ხო მისთვის მატერიალური ზარალიცაა თუ კი მუშაობს ვინმე მისთვის ხო ნუ ყოველ შემთხვევაში თუ არა მარტო მატერიალური ამაზე რა თქმა უნდა დავა შეიძლება სახელმწიფოსთან და ამ მიმართულებით დიდი კომპენსაცია იმუშავებენ ორგანიზაციები და იურისტები კი, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სახელმწიფოს წინააღმდეგ შევას არჩევები საერთაშორისო სასამართლოებში. დაპატიმრებულები ესე რო ყავთ კაცი. და არა მარტო მატერიალურ ზარალზე, აქ არის უდიდეს ემოციურ და მორალურ ზიანზე, რომელიც მაგალითად რამდენიმე სინდისის პატიმარს და პოლიტპატიმარს, ზურა ჯაფარიძეს, გური მირცხულავას, ონისე ცხადაძეს, გიორგი ახობაძეს მშობელი დედები და მამები მოუკლეს ფაქტიურად აი ამ რეჟიმის რა თქმა უნდა აბა რა ეხლა რამდენი დღე და რამდენი წუთი წაართვეს შვილებს მშობლებთან გატარებისა და მშობლებს შვილებთან გატარებისა ამისი ანაზღაურება ხო და ამისი უკან დაბრუნება ხო წარმოუდგენელი არის რა თქმა უნდა ამ ტრაგედიას ამ ტრამვას ვერაფერი ევროპულ ქვეყანაში კომპენსაციას აძლევენ არაეფექტურად გამოძიების გამო
კომპენსაცია საძლევენ. კომპენსაცია კი, მაგრამ ამ მოუშუშებელ ტკივილებს რა მოგვირჩენს? ამ მოუშუშებელ ტკივილებს. ამათი თვის ტირილს რა მომიშუშებს, დილას რო ავდგები დედა ლოგინისკენ რო გავიხედავ და ჩემ შულს ვერ დავინახავ, მინდა სახლიდან გამოვიდე, კარი გავიხურო, რომ ყველაფერი გიორგის რომ აღწერებს. ამას ვინ მომიშუშებს? მე გირჩევთ ეს ანი პატისფაქციად მე თქვენ ადგილას წავიდოდი საჩხერეში ვენოკებით. დაუდევით იქა ვენოკები. აი დაუდევით არ შეიძლება რომ ეხლა ვენოკების იდეა ნამდვილად არ გაგვჩენია. ზოგ მშობელს კუბოს იდეა ჰქონდა და ეხლა ვენოკებსაც გავითვალისწინებთ. არა არ შეიძლება. აი მართა გევნებთ განა, იმიტომ რომ ხა თქვენი შვილი ექიმის დაჭერა როგორ შეიძლება გას ექიმები, ჟურნალისტები, მსახიობები, სტუდენტები, სპორტსმენები, მუსიკოსები, რა ხალხი დაიჭირეს, ნუ მე გაოცებული ვარ. ის ეხლა ეს პოეტი ბიჭი რო არის, გასვაი. ის მინოზეს მინდა და მე თქვა, იცი? ზიარად უნდა იქცეს. ისეულად იქცეოდნენ, მე პოლიციას, აბა უყვირთ, რომ პოლიციას ხელი შეუბრუნავ. შეუბრუნებ და აბა რას იზამდა. მე არ მესმის, აი თქვენ მინდა ისა თეონა კითხო და გამოსავალი არის ალბათ თვითონ უნდა მიხდნენ და ან ყველა უნდა გაუშვან და ყველა მალავს იცი და ხელისუფლებიდან არც ერთი არ ახსენებს იმას რომ 500 კაცი დასახლდა იმ ცემატყებებში და იმეებში რაღაცა ვაგონჩიკებში რომ ცემდნენ დაკავებულ რა ქვია მომიტინგეებს ხმას არ იღებენ და არავინ არ დაუშვიათ ვინც ამ სისხლიან მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. ეს ბარბაროსობა, იცი, მანქანებს შეყარეს და ცემდნენ შეგნით. აბსოლუტურად რაღაცებს აკეთებდნენ, როგორ შეიძლება ეს 21 საუკუნეა და აქვე მინდა გავიხსენო მაშინ ის კადრიც, რომელიც თქვენს ნანახი გექნებათ ალბათ ახალგაზრდა კაც ხუჭუჭა თმიანს გია მაისაშვილს, რომელიც გია მაისაშვილის ძმისშვილს ზვიად მაისაშვილს როგორ უსწორდება სპეცრაზმელი, როგორ წაქცეულს უკვე ნაცებს, როგორ ურტყავს თავში ფეხს და აი ჩემი გადაღებულია ეგ კადრები სხვათა შორის და ერთგვარად საჭირო დროს, საჭირო ადგილზე რომ აღმოჩნდი და აი ხელების კანკალით და იმ განწირული კივილის ფონზე ეხლაც კი გავაჟოჟოლა რომ ამ ტელეფონის ჩართვა და ამის გადაღება მოხერხდა და ეს კადრები რომ მართლა შემოენახა ისტორიას და ამ კადრებმა მართლაც გამოაღვიძა მეორე დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ერთადერთი მაგ თვალსაზრისით ვარ კმაყოფილი რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდი და აი მაგ ადამიანის მე გავიგერო გვარი დადგენილი კი არ არის დაჭირა არა ვიღაცებმა თვითონ რა თქმა უნდა ეცოდინებათ ვინ არიან ეს ადამიანები მათი იდენტიფიცირება ჩვენთვის იყო რთული თორე თვითონ რა თქმა უნდა იციან აი მე ყველაფერი გაირკვევა არაფერი არ დაიმალება ეგენ დიდხანს მაინც ვერ გაძლება ჩამოშლილია დღეს ხელისუფლება აი მართლა ჩამოშლილია და დინების წინააღმდეგ მიდიან აი მსგავს იდიოტობა მე ვერ წარმოვიდგენდი რომ საქართველოში აი ამ დონეზე ჩამოვიდოდი და მე არ ვიცი აი იდეაში აი ეგება ისე გააკეთოთ მშობლების ეს ლაშქრობები რომ აი არ ვიცი ეგება რაღაცა სხვა მოტივებით შეიტანოთ იქა და მოწოდებით რომ მიმართოთ ხალხს რომ დღეს ჩვენი შვილები არიან ხვალ თქვენი შვილები იქნება ზუსტად მაგ სიტყვებს ვეუბნები მე ყველას როგორც კი გაზეთი უნდა მივაწოდო ვიღაცას თვალებში უყურებ გრძნობ იმ შეგრძნებას რა გულით მართმევს იმ გაზეთს და მე ბოლოს ვეუბნები მე რაც ვიტირე არ მინდა სხვა დედა მიტიროს ამას ძალიან ხშირად ვამბობ აგერ დამერწმუნება თეონა ძალიან ხშირად ვთქმარობ ამ სიტყვას მე საკმარისად ვიტირე არ მინდა სხვამ რო იტიროს აბარა ესენი გააგზელებენ თუ არ პროტესტი თუ არ დაუფიქსირეთ ამათა და მე მართა მეკვეს თეონა განათლებული ქალი ქართლდა და როგორ შეიძლება ეს გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციური გარანტია აქვს მართა იცით აი მე სიტყვის თავისუფლება ყოველთვის უნდა ყოფილიყო მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი შეზღუდულია ჩვენთან ეს ყველაფერი და ნუ პარლამენტი და ეს გაყრა აი ესეთი ბარბაროსობით არისო რა იდიოტური გადაწყვეტილება იყო მე ის მაგაზე ჩემი ოცნებაა ჩემი შვილი ჩავიხუტო გულში და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი დავინაყო და ამათთან ერთად ოღონდ ცალ-ცალკე კი არა ჩემი შვილი გამოვიდეს ზოგი დარჩეს ერთიანად გამოვიდეს სულ ყველა
ჩავიხუტო გულში რუსთაველზე ამაყად გავიარო და ჩემი საქართველო თავისუფალი და ბედნიერი და რაც მაგისმინა მე ახლა სულ არ ვინა პოლიტიკურ თემებზე ყოველ შემთხვევაში არჩევნებზე ვისაუბრო, მაგრამ თვითონ ეს არც არჩევნო აი ესე თქვა პერიოდის ეგება ეფექტურად გამოიყენო და მაქსიმალურად მეტი და მეტი ინფორმაცია მიაწვინოთ მოსახლეობას და აი ეს დღეები აი 4-მდე რაღა დარჩა და აპირებთ კიდევ მსვლელობებს. ჩვენ რეგიონებში გასვლა კიდევ გვაქვს დაგეგმილი, ახალციხეში მივდივართ ახლა კვირას მაგალითად. და შემდეგ კვირაში უკვე კვირის დასაწყისშივე ჩვენ გვექნება უკვე ისტორიული მესამე ნომერი გაზეთის, რომლის პრეზენტაციასაც გავაკეთებ და უკვე იმას თბილისში სტუდენტებთან დავარიგებ ძირითადად, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სწორედ მათ ნაირ სტუდენტებს მივაწვით ამ სინდისის პატიმრების ხმას. ისე არ გიფიქრიათ, ხობახიძესაც გავუგზავნოთ ერთი ისა. მე თვერადგილაც აი გავუგზავნიდი და დამიჯერეთ ეგება twin განაწილოს და მიხვდეს რომ რაღაც კატასტროფულ მდგომარეობაში აღდეს ქვეყანა. მე ეჭვი მაქვს რომ რა თქმა უნდა ამ გაზეთთან დაკავშირებით ელექტრონული ვერსიაც არსებობს რა თქმა უნდა ჩვენს მიერ გავრცელებული ძირითადად ემიგრანტებისთვის და უკვე აქვთ კიდევაც ინფორმაცია, მაგრამ აი პირობას გაძლევთ რომ თქვენი ხათრით პირადად მივიტან კანცელარიაში და ჩავაბარებ ახლა აი ამ გაზეთებს კი თუ დააწეთ ცხენოდესო წინ იმას ძალიან კარგი იქნებოდა. სამარცხვინოდ იქცა ხელისუფლება დღეს რა ცინიკური ტექსტები ქონათ. არავინ არ გაბედოს პოლიციაზე ძალის გამოყენებაში. ძალა პოლიცია მეტი არაფერი და ეს უბრალოდ რომ მიაყლით ბავშვებს ამ პოლიციელებს არ ხარ თქვენ მართლები. ხელისუფლებაა დამნაშავე. პროვოკატორები ხართ ყველანი. უიარაღო და მშვიდობიან მანიფესტაციას რო არ ბევდით აი ეს კადრი თქვენას თქვი საწყალი ბიჭი წაქცეული იყო და წაქცეულს კიდე წესს ჩემი თვალით ხედავდი მოკლედ მაგ ყველაფერს და ანუ საშინელი სანახაობა იყო ეს მოხდა დილის 6 საათზე გამთენიას როდესაც იყო სრული სიმშვიდე არანაირი საფრთხე არავის არ ემუქრებოდა ალაგ-ალაგღა იყო შემორჩენილი ეს აქტივისტების ჯგუფები რომლებიც სრულიად მშვიდად მიდიოდნენ ზოგი სახლისკენ ზოგი რუსთაველისკენ სეირნობასავითაც კი შეიძლება შევაფასოთ ეს ყველაფერი და მოულოდნელად ელვისის სწრაფით ეს მარბიელი რაზმები შავი ტარაკნებივით ელვისის სწრაფით ჩიხებიდან გამოვარდნენ და ჩიხიდან რო ჩამოვარდნენ ვინც კი ხელში მოხვდათ აი ნებისმიერი არ ქონდა მნიშვნელობა ის ვინც იყო რამე საშავებდა არ აშავებდა ყველას ერთიანად გაუსწორდნენ ფიზიკურად და თან ისინი რა თქმა უნდა ბევრნი იყვნენ და ეს ბიჭი სანამ ამ კადრის ჩართვას მოვახერხებდი მე უკვე არაერთი ძალისმიერი მუშტი და ფეხი მოკვდა მას და წაქცეული იყო ის და აი წაქცეულზე კიდევ რაც ჩაიგდეს ეს იყო სრულიად ამორალური რო არაფერში არ ჯდება არც სამხედრო სამსახურის არც სპეცსამსახურის არც პოლიციის არც კაცობის არაფერში არც ადამიანობის ჭრილში არ ჯდება და სწორედ ამიტომაც მოყვა მაგ ყველაფერს განსაკუთრებული რეაქცია თავის დროზე. შენ ამერიკაში მე მახსოვს 25 წლის წინ მე ხეს რასობრივის მომხრე არა ზანგი ბიჭს გამოეკიდა 4 პოლიცია წაქციეს ერთმა 27 ჯერ დაარტყა დუბინკა ეს რეზინის ხელკეტი მეორემ 18 ჯერ და იცით რა არც ერთი პოლიციელი ცოცხალი არაა აი იმდენად მთელი ამერიკა გამწარდა ამათმა დატოვეს ამერიკა გაიქცნენ ამერიკინა და მოწმენ და ყველანი მოკლეს იცით არ შეიძლება საჯაროდ ეს სახალხო და აი სისასტიკის გამოვლენა პოლიციისაგან მართად უქსოპოლოები ხარ და ნახეთ ეს ფილმი რა თქვენ ხართ აი არ ვიცი სადისტები არიან შერჩეული ეთქობა თეონა მე სხვას დასწრას ვერ გამოვიტან წაქცეულზე ახლა ცნობილი ფაქტი არის ქართველი წაქცეულზე თორმე ძალას არ ხმარობ აგერ ამათა იხმარეს კი არა სიბინძურამდე ჩამოვიდნენ იმაში მანქანაში შეყარეს და იქცემდნენ თან რიგრიგობით შედიოდნენ და ვარჯიშობდნენ ამ დაპატიმრებულებს. რა თქმა უნდა, ხა რაღაცამ რაც მზის შუქი იხილა, ასე ვთქვათ და სინათლეზე მოხერხდა გამოტანა, რამდენი იყო და ამის მიღმა რაც ვერ გაშუქდა და რაც ვერ გადაიღო და რაც კადრებიც არ არსებობს, კიდევ რამდენი იქნება შეგვიძლია პროგრესით მივხვდეთ გეომეტრიული პროგრესით თუ რა ტიპის დანაშაულებთან გვაქვს საქმე. მე მწყდება გული რაზე, იცი, ეს თამნა და ნანი თუ ყველა ხელისუფლებას რაღაცა სცენი შეეყრება ძალის დემონსტრირების და ცემატყება არ შეიძლება თან მithumetes საქართველოში არ შეიძლება ნანი იცი და მიყვის მე არ მინდა ერთ სახელი და გვარი თქვა
პოლიციის იმ საბუთო ბოდიში ვაკის პოლიციაში მაგიდის ქვეშ შეაგდეს ეს ბიჭი და წიხლებს აქედან უტყავდნენ. რა ვთქვა, სხვანაირად გამიგებს ხალხის სახელდაგვარს იმ ბიჭისას და პოლიციელი მერე ყვება თავის ულპანში ესე უქრენით შევტენეთ იმაში მაგიდის ქვეშ და უტყავდით წიხლებსა და აზის გროვები ეს იყო მიშას დროს. და მეც გეტყვი შევარდნაძის დროს მით უმეტეს დასაწყისს ზვიადისტებს როგორ ექცეოდნენ იცით? აი მე ესეთი სადიზმი არ მინახია რა ეხლა ამის 4 საათზე მარტო ჩემი ტელევიზია იყო მაშინ და უღებდით ქათამიდის მსვლელობა იყო პლეხანოვს უცბად შოკი გამოთეს და ყველა ამ ქალს რო დაერივნენ ეს ხელკეტებით პოლიციელები ყველა ხელისუფლება ცოდვილები ხართ ყველა ცუდა დაამთავრებთ აი დამიჯერეთ რა მე 32 წელია ვაშუქებ და ვიცი რაც ხდება აბსოლუტურად ყველა სახელი გაიტეხა ძალადობის გამო და იფიქრეთ მაგაზე თქვენ ვინ გაპატიებთ ამას რა ნანი გაპატიებთ თავის შვილს აგერ ექიმის გას მომავალ ქირურგს ციხეში ამწევ ვინმე გაპატიებთ არავინ არ გაპატიებთ ამას თქვენ შვილებზე და შვილიშვილებზე ამათი წყევლა გაგრძელდება თქვენზე ფრთხილად იყავით ნუღარ ხმარობთ ამ ძალას რაღაცა პანიკაში არიან დღეს იმდენი იდიოტობა მოვისვინე ეს ვორსკი კიდე ისტორიის შეცდომა რებს მოდავე რებს და არ გაბედო და ძალა არ იხვალოთ პოლიციაზე ესე იგი გითეს პოლიცია რომ დაგაგდო რუსთაველიდან პროტესტის უფლება არ აქვს ხოლო თავდაცვა ადამიანმა პროტესტი და დააფიქსიროს ეს ფუნდამენტალური უფლება ადამიანისაგაც თუ მიდის დაუშვა და იმ კანცელარია თუ რას ეძახიან მთავრობის თავმჯდომარის ოფისთან რატო იყო იქ ცემატყეპები სულ პათოლოგიურად ეშირიად იმ ცეკა შენობაა ყოფილი იქ რომ მიტინგი არ ჩატარდა ნანახი მაგას წიხლებით ურტყავდნენ ხალხს მიტინგი ჩატარდება იერიშიც იქნება ყველაფერს სათქმელსაც ვიტყვით სანამ ჩვენი შვილები ჩვენ გვერდით არ იქნება ვერავინ ვერ დაგუძრახავს და ვერავინ ვერ იტყვის ზედმეც იმიტომ რომ ჩვენ ისეთი უფლებებით არ ვსარგებლობ და არ ვაკეთებთ არც ერთი მშობელი იმას რომ რამე საშინელებას ჩავდიოდეთ საშინელება გააკეთეს გვატკინეს გული დაგვამცირეს შეგვავიწროვეს ყველანაირად ჩვენი შვილები მოაქციეს მერკეთში და ჩვენ ვარ გულგახეთქილი დედები და მშობლები ველოდებით შვილებს ეხლა მე ციხის კარებთან რომ მივდივარ კანკალით მივდივარ იმ დღეს ჩემთვის არის ეს საშინელი სტრესი და რატო უნდა ჩამაგდო ამ მდგომარეობაში არაფრის გულისთვის 10 თვე რატო უნდა მატირო დიდი მადლობა ამ საუბრისას ძალიან ცოტა რა დაგჭირდა და მე კიდევ ერთხელ მინდა სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს მივმართო ეს გიორგი მინდაძე გამოიყვანეთ აი კეთილი ინები და იბრძოლეთ მისთვის სტომატოლოგია და ეს ყბასახის ქირურგია ყველა ეს პრობლემა ნებისმიერი ადამიანი ვინც დაიბადება სიბერემდე 10 ჯერ მაინც თუ 15 ჯერ მაინც მიდიან ექიმებთან ამისთან ადამიანს ციხეში თქვენ თვითონ როგორ უძლებთ მე თქვენ ადგილას მოვითხოვდი რომ ან მიმართეთ ის სპორტსმენი როა თუ ფეხბურთელი როა ამნისტიით გამოუშვათ ქირურგი ყავთ გამზადებული უკვე რა 6 წელში 8 წელში პროფესიას აი დიპლომს აიღებს და უნდა იმუშაოს ამისთან ადამიანს საზოგადოებას რო აკლებთ მე მგონი დანაშაულს ჩადიხარ და მოგიწოდებთ გულწრფელად გევნებთ ახლა ძალიან ბევრს ვიცნობ სამედიცინო უნივერსიტეტში მართა მაღალი კვალიფიკაციის ხალხი ხართ მაგრამ არ არის ეს პოლიტიკური განცხადება პროფესიონალი დაგვიბრუნეთ მოუწოდეთ რა კობახიძეა თუ ჯანდაბა მაგის თავს არ შეიძლება ეს არანორმალურობაა ნაპოლეონის სულელი არ იყო ვირებსაც უფრთხილდებოდა და მეცნიერებსაც რატო მაგათით ედგა სული ჩვენ ქართველები ჯანდაცვით უნდა ვიდგეთ იცით ექიმის გარეშე არც ერთ ქართველი არ დაბადებულა და არც გარდაცვლილა როგორ შეიძლება ექიმების ციხეში შეყრა ის გალუსტოვია თუ ვიღაცა ჯანდაბა ტვინი არა აქვს თორე ექიმის ციხეში შეყვანა არის აი ცოდვა არის რა ცოდვა აი ცოდვა ჩაიდინა იმ დედაკაც მეუნები ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო დაჟინებით მოგიწოდეთ სამედიცინო ესე ვთქვათ სასწავლებლის ხელმძღვანელობას მოითხოვეთ რომ ეს ბიჭი გაათავისუფლოთ დაიხოს დიპლომი და ხალხზე ისმენებს დამიჯერეთ ეს ჩემი დაჟინებული თხოვნა არის და იმეც ვიტოვებ რომ გაითვალისწინებთ ამას თქვენი ჯარისკაცია თქვენ გაზარდეთ ესეთ დაიცავით ეს ბიჭი
როგორ შეიძლება ესე კაცო ექიმის დაჭერა არ გამიგია რა მსგავსი კრეტინობა არ გამიგია მართლა დიდი მადლობა თქვენ ქალბატონი ნანიცოლაია გახდათ ჩვენი სტუმარი ქალბატონი თეონა ეს რა ქვია ჭავაძე და მე ვფიქრობ ძალიან კარგი იდეა გაქვს და თქვენ თუ საჩხერეში ან ჭორვილაში დაარიგებთ ამას და ამიჯერეთ დიდ საქმეს გააკეთებთ მე პირობას დავდებ რომ მარიზი კობახიძე ამას იზამს აუცილებლად თქვენთან ერთად ნანი კი რა თქმა უნდა მაგრამ მარიზი წინ გაგვიწვება აუცილებლად მარიზი არის თორნიკე გოშაძის დედა საჩხერელია ჭიათურელია მაგრამ საჩხერესთან კაი ურთიერთობა არა იცით რა არის საჩხერელებმაც უნდა და მით უმეტეს იმ სოფელმა უნდა გააცნობიეროს არ შეიძლება იცი ბარბაროსობა ეს მე არ მესმის მშვიდობიანი მომიტიკებს დღესაც ემუქრებიან არ გაბედოთ პოლიციაზე წინა ესე იგი მოდივარო გაგაგდოთ თბილისიდან სადღაც მე სხვადასხვა ქალაქებში რა ათავსებენ კრეტინიზმია არ ვიცი მე სოლიდარობას გიცხადებ თქვენ ყველას ვინც საქართველოს გვეკუთვნით ჩვენ ვერავინ ვერ გაგვაქვს ან ჩვენი ან არავისი არ უნდა იყოს მე როგორ ჩვენ ვეკუთვნით საქართველოს ისე გვეკუთვნით ჩვენ ეს გიორგი მინდაძის სიტყვებია ვაიმე თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი ვაჟით რა მართლა უნდა იამაყო და მადლობა რომ ჩვენი სტუმრები ხარ და თუ აი გამოაცხადებთ ხოლმე სადაპირებ წასვლას ერთ დღით ადრე აი დაავალებული დარჩებით ჩემ ტელეფონს მოგცემ და აი თუ თქვენ ჭორვილას შეხვათ ან საჩხერეში სიამოვნებით წამოყვანთ შევ თახი სიტყვა 4 კაცს შეგისვამთ ბანკარა მშვენიერ ტრანსპორტის საკითხიც მოვაგვარეთ ესე იგი ძალიან კარგი მისასალმებელი პატრიცებთ აი ქალბატონანი მართლა გმირი დედა ხართ რა მართლა გმირი დედა ხართ ესეთი ვაჟი გაგიზდიათ თეონა აი მართლა დიდ პატრიცს გცემ და მახარებს რომ თეონა გქვია თუ პატრიცს გეუნაზით ქალღმერთის სახელი არის და ეს თქვენ ხართ აი ყველაზე მოწოდებაც ისეთია ყველა საქმეში არა არის ისეთ ყველას არ შეუძლია მე მაგალითად აი ცუდად გავხდები ამდენი დედას რო დავინახა ვინც ტრაგიკულ მდგომარეობაში არის აი მართლა კარგი ცენით რომ გაუცეხი და ეს იდეა რო შესთავაზე და ეს იდეა რო განახორციელეთ ეს არის დოკუმენტი აი როგორც ნიურნბერგის პროცესზე ბევრი დოკუმენტი დაიდო ისე დაიდება აი თვითონ ამ პატიმრების განწყობა და მათი სვებედი არის აღწერილი დამთავრებული ნამდვილად მადლობა ყველა ადამიანს მადლობა ვინც ამ საქმეში გვეხმარება ყველა შემოგვიმარებათ აი თეონა და გვემართება ხელი ყოველთვის თვითონაბიჯის გადამართება ხელი ხან სარიელი ხელებით დავიწყებთ ხოლმე დაგეგმვას და უცებ მოხალისეებიც გამოჩნდებიან მანქანებსაც ვიშოვით აუცილებლად ბასპინძელის გამოგვიჩნდება ხოლმე და ეგ კი არა უდიდესი პატივისცემა ვიწყობს ხოლმე და არ არსებობს რომ ჩვენ წვიმა დაგვემთხვეს კოკისპირული წვიმაც რომ იყოს გამოცხადებული ხანდახან ჩვენ რომ საქმეს დავამთავრებთ და რომ მოვივლით ხოლმე ხალხრეულ ადგილებს აი მერე დაიწყებს ხოლმე წვიმას ვიღაცამ დამირეკა არ ვიცი რუსულად მელაპარაკა წვიმაშიც არიანო ხო ეხლა რო იყო აი მათ 13-ში რო წვიმაშიც დადიანო თქვენებიო იქა მეოთხარი კადრები ნახეთ ესე ამეთი გმირები არიან ეს 13-ში აქციაზე დიდი წვიმა რომ მოვიდა არავის არ განუცდია ის წვიმა უფრო კარგი იყო ვისი ცრემლებიც იყო ჩვენი ბრძოლა სამართლიანია ხალხო დამეჯერეთ ჩვენ გავემარჯვებთ და აუცილებლად სახელოვნად კი მეც თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს თავისუფლება სინდისის პატიმრებს მართა უნდა იყვნენ თავისუფლები კი რა გმირებად უნდა გამოვაცხადოთ ეს ყველა ბათუმში იყავით მართლა ჩვენ კახეთში მოვიარეთ იმერეთი მოვიარეთ ქვემო ქართლი, შიდა ქართლი მოვიარეთ, ვიყავით წალკაში, გარდაბანში, ლაგოდეხში, საგარეჯოში, სიღნაღში, აფენში, მუხრაში, მუშეთში, ბათუმშიც დაარიგეს ჭიმშობლებმა და კიდევ უფრო კაცო, მესამე ქალაქია რაოდენობით მოსახლეობის. ზეამაღლობელი სასამართლოზე ვიყავი მშობლები, მერე მეორე დღეს აქციაზე დავრჩით და ვიყავით დავარიგეთ იქ, სადაც ტერიტორია იყო. აქვს დაგეგმილი ხულოქედა შუახევი ხელვაჩაური, აუცილებლად გვინდა რომ მოვიაროთ. თუ კი დაგჭირდება. შეიძლება აღარც დაგჭირდეს იმედით ვარ და მეთვაქნას ენამ გიყივლოთ და გავივლი ამახათ რუსთაველზე ჩემ ბიჭებთან ერთად. მადლობა თქვენ ამ საუბრისათვის, დიდი მადლობა ხალხო რომ გისმენთ და მე გიჩვენთ სულ ყველას მოძებნეთ ეს დოკუმენტები და აი
ახლა არ ვიცი, არ მინდა შევადარო, ერთი ძალიან ახალგაზრდა გოგო იყო ნაცისტური გერმანია, ჰოლანდიაში თუ ბელგიაში იყვნენ და მისი დღიურებია დაწერილი. ეს ხო დღიურების სტილშია დაწერილი და დამერწმუნეთ, არანაკლები დრამა არის ამათვის. უპატიოსნესი ხალხი, განათლებული სტუდენტების დარბევა და მე 9 თვე ციხეში ყოფნა, კატორღაში ყავთ ეს ხალხი და მათი განცდები აქ დაწერილი. ყველას გიჩვენებთ მოძებნეთ. ან ინტერნეტში შედით და იპოვეთ. სულ სხვა საქართველოა, იცით უკვე, არც ეშინიათ ისე წერენ. შოპის მომგვრელი მასალები არის გირჩევთ ყველა საიკითხო. დიდი მადლობა რომ გვისმენთ. გემშვიდობებით მე პირადად ხვალამდე 10 ნახევარზე ბარიერი გააგრძელებს მუშაობას. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა თქვენ რომ მესტუმრეთ დღეს სტუმრად. კარგად იყავით.